მართლმადიდებელი ეკლესია იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს. ღრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. იოანე ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს. ერთმანეთის დახმარებით საქართველო გადარჩება. ბრძანა კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარში გადადებისას. წმინდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამჭალაში იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა იაკობმა შეასრულა. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიბრძანდა და პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდეს მამრელს ქადაგებით მიმართა. ვაცხადებთ ჩვენ თავს, რომ ვართ მართლმადიდებლები, მოღვაწეები და სინამდვილეში ძალიან შორს გავართ ჩვენ სულიერი ცხოვრებიდან. მაგრამ ამავე დროს ფიქრობთ, რომ იმდენად მოწყალია უფალი, იმდენად დიდია მისი სიყვარული, რომ უფლის წყალობა და უფლის სიყვარული ფარავს ჩვენს სოდვებს. პატრიარქი მობრძანდა დღეს ამ ტაძარში და რუსულობს ქართველი ერისათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის. ულოცავ მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ და ყოველ თქვენგანს.